სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ მალე დავამთავრებთ ამ 67-ვე ნაწილს, რომელიც ჩაწერილია 2018 წლის 21 ოქტომბერს. შემდეგ კითხვა ისეთი არის, რომელიც თქვენ ალბათ მოგისმენიათ, თუ ღმერთი ყოვლის მცოდნეა, თუ ღმერთი მოსიყვარულია. მაშინ რატომ ღუპავს იმ ადამიანებს, რატომ უშვებს ჯოჯოხეთში, რომლებმაც მაგალითად სახარება ვერ გაიგეს, ან არიციან, ან უარყოფენ, თუ მოსიყვარულე ღმერთია. ხედავთ, ეს კითხვა ძალიან აქტუალურია და ეს პიროვნება ჰეიდენი, ცოტა შორის ეს სახელი პირველად ავსტრალიაში გავიგე, ჩვენთან ცხოვრობდა ახალგაზრდა მუსიკალურ ჯგუფში უკრავდა, როკ ჯგუფში და ძალიან ისეთი პიროვნება იყო და იქიდან გავიგე ეს პირველად ეს სახელი მამაკაცის ჰეიდენი. ალბათ უფრო ანგლოსაქსონური სახელი უნდა იყოს. და იცით როგორ სვავს ეს, რატომ აჩენსო? ესე იგი თუ ღმერთმა იცის, მაშინ რატო აჩენს ამ ადამიანებს თუ იცის წინასა, რომ ისინი დასაყუპავად არიან, გესმით? და ნახეთ ადამიანებს როგორ უჩნდებათ ესეთი კითხვები ღმერთის მიმართ და იმას არ სვამენ, ჯერ ღმერთი გაიგონ, როგორი პიროვნებაა ღმერთი, რომ თქვენ ვერ ჩაწვდებით ღმერთის გონებას და ღმერთი ვერ ჩაეტევა თქვენ გონებაში. ამას წინებზეც ხო იყო საუბარი და ეთყობა რომ ესეთი ახალგაზრდებით თაობები თუ ატყობთ, ჩვენ რო დავიწყეთ კითხვა-პასუხები, როგორი იყო კითხვა-პასუხებით 70-იან წლებში, 80-იან წლებში და მერე როგორი ხდება, ხედავთ? მიუხედავად იმისა, რომ მრევლი ნახეთ როგორი არის. და კი გამოკითხვაც იყო დასმული, რომ 78% ევანგელისტების ამერიკაში ჯონ მაკარტურმა მოიყვანა რობერტ სპროულის ვებგვერდი ნახო, რომ მათ გონიათ, რომ ქრისტე შექმნილი არსებაა. ხედავთ როგორ არის სამყარო ნელ-ნელა როგორ შორდება ღმერთს. მოდით მოვუსმინოთ ახლა ჰეიდენს და ბატონ ჯონის პასუხს. გამარჯობათ, მე ჰეიდენი ვარ, გამარჯობა ჰეიდენ. მე მინდოდა მეკითხვა, თუ ღმერთი მოსიყვარულო ღმერთია და მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა სახარებაზე და არასდროს ექნებათ, რატომ უშვებს ღმერთი ამ ადამიანების შექმნას ან დაბადებას, ხო? ჯონ მაკარტური, რა თქმა უნდა, გასაგებია თქვენი კითხვა, პირველი პასუხი ეს არის მისი დიდებისათვის. მისი სახელის განსადიდებლად. კითხვა ხშირად ჩდება, თუ ღმერთი სიყვარულისა და წყალობის თანაგრძნობის ღმერთია და მან იცის, რომ ადამიანები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, რატომ აგრძელებს მათ დაბადებას, შექმნას? ასე არ არის? და სწორედ ამას ქვია, ძირითადად ეს არის გარკვეული საბოლოო პრობლემა. და ეს არის საბოლოო აგნოსტიკოსის და ათეისტების პრობლემა. ჩვენ ვამბობთ, ღმერთი ყოვლის შემძლე და ყოვლის მომცველია, ყოვლად მოსიყვარული. და თუ ის ყოვლის შემძლეა, რატომ არის ხნის ყველას? გვეკითხებიან ათეისტები, ხო? აგნოსტიკოსები. თუ ივლის ყოვლის მძლე არის, მას ყველაფერი შეუძლია. რატომ გზავნის ზოგიერთებს ჯოჯოხეთში? და ამ კითხვაზე პასუხი უბრალოდ ასეთია. ღმერთი არის ის, ვინც არის. და თქვენ არ შეგიძლიათ მისი გამოგონება, შეცვლა ან აზრი შეაცვლინოთ. თქვენ ვერ შეცვლით მას. ვერ შეუცვლით მას აზრს. უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ან დაიჯეროთ მისი, ან არ დაიჯეროთ. ან იწამოთ ის და მიენდოთ, ან არ იწამოთ. თქვენ არ შეგიძლიათ მისი თქვენს აზროვნებაში ჩატევა. ეს ნიშნავს, რომ თუ არ გესმით მისი სრულყოფილი სიმართლე, სრულყოფილი სიწმინდე, პრობლემა უკვე თქვენშია და არა მასში. მაგალითად მე არ ველი, არა მაქვს მე ვოლოდინი, რომ სრულიად გავიგებ ღმერთისას. რადგან ჩემივე დაცემისა და ცოდვილების გამო მე მაქვს გარკვეულად ლიმიტირებული შემეცნება. ასე რომ მე არ ველი სრულად გავიგო, თუ როგორი აბსოლუტურად სრულიად წმინდა, მოსიყვარულე, სრულიად ყოვლის შემძლე, ყველგან ყოფილი არსება. და ღმერთი არ მთხოვს მე ამას, რომ შევძლო მის შესახებ ჩემს უტვინო გონებაში მსჯელობა მოვახდინო. მაგრამ ღმერთი მთხოვს ერთ რამეს, რომ ვიწამო და მწამდეს იმისი, რასაც ის მეუნება. და როდესაც ის მეუნება, რომ ის წმინდაა, და როდესაც ამბობს, რომ მას არ უხარია ბოროტების სიკვდილი, ეს არის უკვე ღვთის ჭეშმარიტი გამოხატულება. არ ვიცი ახლა როგორ ემთხვევა ეს მის უზენაეს განზრახვას და მის უზენაეს მიზნებს, მაგრამ ეს არის საბოლოო პასუხი მისი. მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, როდესაც გვაქვს კითხვა-პასუხი
ყველა მთავარ დოქტრინაში, რომელიც ღვთისგან მოდის, ჩვენ გვეხება, იქ ყოველთვის ჩნდება აშკარა პარადოქსი. გითხარით ხომ, მე პარადოქსებით სავსეა ბიბლია და მორწმუნეც ესე იღებს ამას. მაგალითად, თუ ვიტყვი მე, ვინ დაწერა რომაელთა მიმართ წერილი, თქვენ იტყვით პავლემ. ან ვინმე შეიძლება ნათქვა, რომ სულიწმიდა. ყველაფერი პავლე იყო? 100%-ით პავლე იყო? თუ 100%-ით სულიწმიდა? აი ეს არის პარადოქსი. ეს არის შეუძლებელი, ხო? 100%-ით ერთიც იყოს და მეორეც. 200%-ით ვერ იქნება რაღაც. თუ იკითხავთ, ვინ ცხოვრობს თქვენი ქრისტიანული ცხოვრება და ბევრჯერ მითქვი ესეც, ხომ? რომ ამბობს ზოგი მე ვცხოვრობ. შენ ძალიან დიდ დამსახურებას იღებ. და თუ იტყვით ღმერთი ცხოვრობს, ხედავ, მაშინ თქვენ საკმარის პასუხისმგებლობას აღარ აიღებთ თქვენ ცხოვრებაზე. რომ ღმერთს არ დავადანაშაულობდი მე იმას, რასაც მე ვაკეთებ. და ეს არის ცოდვა, რასაც ჩავდივართ, შეცდომები და ყველაფერში რომ მივიდივართ, იგივე დილემა გვაქვს. თუ იკითხავთ, იესო ქრისტე ღმერთია თუ ადამიანი? პასუხი იქნება დიახ, სრულიად ღმერთი და სრულიად ადამიანი. ან ჭეშმარიტად ღმერთი და ჭეშმარიტად ადამიანი. აქ უკვე აშკარა პარადოქსი გვაქვს. რადგან უსასრულო ღმერთი მისი უსასრულო სრულყოფილებით. როგორ ჩაეტია ასეთ პატარა გონებაში, ეშვება და პატარა რაღაცა ადამიანში თავსდება. ასე რომ ღმერთი ბოროტების სიკვდილით არ ტკბება. არამედ ღმერთი ტირის. გახსოვთ ხომ, ერემიას სახით სულიწმინდა გლოვობს ბოროტების სიკვდილის გამო. ღმერთი გულგატეხილია. გახსოვთ, იესოც იერუსალიმზე დადგა და ტიროდა. და წინასწარმეტყველი ამბობენ, რატომ გინდა რომ დაიღუპო, რატომ უნდა მოკვდე? მოინანია, მიდი ღმერთთან. და მთელი წინასწარმეტყველების იყო გაფრთხილება ღმერთის გულის ტკივილის გამოხატვა, რომ ადამიანები დაბრუნებულიყვნენ მასთან, მოენანიათ და გადარჩენილიყვნენ. იესოც იგივეს ამბობს. რატომ არ მიჯერებ? რატომ უარყოფ? რად გინდა რომ მოკვდე? ასე რომ არ გინდათ რომ ღმერთი რაღაცა წარმოსახვაში ქონდეთ რაღაცა ფატალისტურ არსებად. თითქოს და ჩვენ დეტერმინირებული ვართ ჯოჯოხეთისათვის ან სამოთხისათვის. არამედ შენ უნდა გაიგო მისი ბუნების სრული გამოცხადება და ღვთის სიტყვიდან მიიღო ეს. შენი ფანტაზიებით კი არ შეხვიდე, არამედ რასაც ღვთის სიტყვა, მისი სიტყვა გვიმჟღავნებს ჩვენ მის შესახებ. ის არის სწორედ ის ღმერთი, რომელიც წმინდა წერილშია გამოცხადებული. კარგით, ჯასტინ. მადლობა კითხვისათვის.